ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარაშვილის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ძალადობრივად დაკავებული ორივე აქტივისტი საპყრობილეს 10 თვეში დატოვებს. ოლიგარქის მოსამართლემ ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დამნაშავეება ცნო და სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, რაც ამნისტიით 2 წელიწად ნახევარი გახდა. აქედან 1 წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, წელიწად ნახევარი სასჯელასრულების დაწესებულებაში მოსახდელად. აქტივისტებს პროკურატურა პარლამენტის 400 ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ მარიამ. კეთი, დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილს ისმის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამართლე მიხეილ შარაძემ პატიმრობაში დატოვა და 5 წელი მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა და ასევე პატიმრობაში დატოვეს ლაშა ჩხაიძეც, რომელსაც მზიურში სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავება გამოძიება. რაც შეეხება ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილის განაჩენს, რამდენიმე საათის წინ ნათია გუდაძემ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნო ორივე მათგანი და თავისუფლების აღკვეთა 3 წლიანი ვადით განუსაზღვრა. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ საპროცესო შეთანხმება შედგა ბრალდებულსა და დაცვის მხარეს შორის 18 თვიან პატიმრობაზე შეთანხმდა ორივე მხარე და სწორედ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა მოსამართლე ნათია გუდაძემ. თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად მათ კონკრეტული ვადები მოაკლათ და 1 წელი ახლა მათ ექნებათ პირობითი, ხოლო წელიწადსა და 6 თვეს გაატარებენ ესენი რეალურ სასჯელში, რეალურ საპყრობილეში, ანუ პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა ამნისტიის კანონის შესაბამისად, როგორც ირკვევა, 9 თვეა უკვე რაც ისინი სხედან, მაისის შემდეგ ისინი სხედან უკვე და იხდიან სასჯელს კონკრეტული მუხლის 197 მუხლით და სწორედ 10 თვეში ისინი უკვე დატოვებენ საპატიმროებს. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს გამოძიება ედავება 197 მუხლსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ნივთის განზრახ ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესებს, საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ სოლიდარობის ნიშნად ასევე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ ომარ ოკრიბელაშვილს, საბა მეფარიშვილს და სხვა ასევე დაკავებულ ადამიანებს. შეფასების ნაწილს, რაც შეეხება პროკურატურა სრულად იზიარებს ნათია გუდაძეს გადაწყვეტილებას და ეთანხმება. რაც შეეხება დაცვის მხარე აპირებს, რომ შეწყალების მოთხოვნით ორივე შემთხვევაში, ოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის შემთხვევაში კი შეწყალებით მიმართავენ არალეგიტიმურ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. ომარ ოკრიბელაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილის გექვეყნებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წლით 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი 2 თვე და 12 დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად. 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ომარ ოკრიბელაშვილს 1/6-ით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი. საბა მეფარიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილის გექვეყნებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წლით 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი 2 თვე და 12 დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად. 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საბა მეფარიშვილს 1/6-ით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს
თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საშელის ნაწილი 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი. მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ გააფორმებულიყო ბრალდებულებსა და თავად ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების პირობები მოგეხსენებათ, განისაზღვრა 18 თვე, საიდანაც ფაქტიურად უკვე ცოტა გადარჩა და 9 თვე უკვე მოხდილი აქვს ორივე მჟავრდებულს, ეხლა უკვე მჟავრდებულს და შესაბამისად 9 თვის ვადაში ისინი აღმოჩნდებიან და განთავისუფლებიან საპატიმრო თავისუფლებაზე. სხვა დანარჩენი ჩვენ შესაძლებლობები გვაქვს ასევე მივმართოთ თუნდაც მოქმედ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. საბა მეფარიშვილი და ომარ ოկრიბელაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილის გერბ პუნქტით და საბოლოოდ მათ საჭიროდ განესაზღვრათ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე განესაზღვრათ 1 წელი პირობითი მჟავრი. ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც გახდა საფუძველი მათ მიმართ სახელმწიფოს გაეწია შეღავათი და აღნიშნული პირობით მათ გაუფორმდათ საფრთხის შეთანხმება. ასევე მათ აანაზღაურეს ზიანი. რამდენიმე წუთის წინ გერმანიის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი ეხმაურებიან მშვიდობიანი დემონსტრატების მიმართ მართლმსაჯულებას. ამ განცხადებაში წერია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან დემონსტრატების წინააღმდეგ აქტუალურ პროცესებს, იმ ადამიანების დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას. ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, გიორგი დევიძის მინდაძის სასამართლო პროცესი იყო ასევე დღეს ჩანიშნული, სადაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მთლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მინდაძეც ამ შემთხვევაში დატოვა პატიმრობაში.